თბილისის დღეიდან ახალი პროკურორი ხავს დავით კოჭლამაზაშვილი მაიამ წარიაშვილმა შეცვალა. ობიექტური გადაწყვეტილება ყველა გამოსაძიებელ საქმეზე და ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. ასეთია ახლად დანიშნული პროკურორის პრიორიტეტები. ვინ არის მაიამ წარიაშვილი? წლების განმავლობაში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში. იყო საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის ხელისუფლების სრულების შემდეგ კი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელად დაინიშნა. არჩევნების შემდეგ სწორედ წარიაშვილმა ჩაიბარა რამდენიმე გახმაურებული საქმე. იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით პირველად თბილისის პროკურატურის ისტორიაში უწყებას ხალი უხელმძღვანელებს. მაიამ წარიაშვილმა ამ თანამდებობაზე დავით კოჭლამაზაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც ქალაქის პროკურორად 2012 წლის ნოემბრიდან მუშაობდა. ახალი ხელმძღვანელი გახლავთ მაიამ წარიაშვილი, რომელსაც აქვს ის, რაც არ აქვს ბატონ დავითს. ის არის ქალი. ეს იყო ჩემთვის მთავარი, როდესაც მასზე შევაჩერე ყურადღება. ჩემი მიზანია, რომ პროკურატურის ორგანოებში დაწინაურდნენ ქალები. მთავარი პროკურორის განცხადებით, მაიამ წარიაშვილი იმ საქმეებს, რომლებსაც თბილისის პროკურორად დანიშნამდე ხელმძღვანელობდა, ახალ თანამდებობაზეც გაუძღვება. ახლად დანიშნულმა პროკურორმა თბილისელებს პირველი დაპირებაც მისცა. თბილისელებს შემიძლია დავპირდე, რომ ქალაქის პროკურატურა თავისი ყველა ქვედა როლით იქნება მაქსიმალურად ობიექტური, მაქსიმალურად მიუკერძოებელი და მაქსიმალურად სანდო დაწესებულება. მთავარი პროკურატურიდან გვინდა ქალბატონ მაიას მზითევად გამოვატანოთ, თუ შეიძლება ასე ითქვას, რამოდენიმე ის რეზონანსული საქმე, რომელსაც მისი ხელმძღვანელობით საგამოძიებო ნაწილი აწარმოებდა და ამით გვინდა ის, რომ თბილისის პროკურატურის როლი, მნიშვნელობა, წარმოჩენა საზოგადოებაში უფრო გაიზარდოს და რაც საბოლოო ჯამში პატივისცემას შეუწყობს ხელს. თბილისის ახალი პროკურორის დანიშვნას პარლამენტარები გამოეხმაურნენ. მე ვიცი, რომ ადრე ის მუშაობდა, შემდეგ აღარ მუშაობდა სამართალდამცავ ორგანოებში, ჩვენ დროს ყოველ შემთხვევაში ზოგადად მე ვიცი, რომ რაღაც შიდა სკანდალიც მოყვა, გუშინ გაჟღერდა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე. იყო გარკვეული კორუფციული ელემენტებიც, ასეთი აზრი დადის საბოლოო ჯამში. სანამ შევარდნაძის კადრებზე ილაპარაკებენ მოქალაქეთა კავშირის წევრები, ნაცმოძრაობაში დღეს გადმობარგებული ჩვენი უმცირესობის წარმომადგენლები, იქნებ საკუთარ წარსულზე უფრო ბევრი ელაპარაკონ. უმცირესობის ბრალდებას თბილისის პროკურორი ასე პასუხობს. მაშინ სასამართლომ მთლიანად დაითხოვა იმ ხელისუფლებამ, ერთიანად შეცვალა სისტემა და ამის მიზეზი იყო, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში საოლქო სასამართლოს ლიკვიდაცია. სინამდვილეში სახელი რა მოეცვალა ამ სასამართლოს და ამ მოტივით დაითხოვეს მთელი სასამართლო კორპუსი და მათ შორის მეც. 2003-2005 წლებში მაიამ წარიაშვილი თბილისის საოლქო სასამართლოსა და სისხლის სამართლის სააპელაციო პალატას ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა პერიოდში იუსტიციის სამინისტროში უძღვებოდა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს. იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მრჩეველი იუსტიციის საკითხებში. 2012 წლიდან წარიაშვილი საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსად მუშაობდა. რობაქიძის, გირგულიანის, ვაზაგაშვილის, 26 მაისის, 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია იმედის გახმაურებული საქმეები. სწორედ ამ გამოძიებას უძღვებოდა მაიამ წარიაშვილი. ყველა გახმაურებული საქმე ალბათ ამ საგამოძიებო ნაწილის წარმოებაშია. როგორც ახლა მთავარმა პროკურორმა ბრძანა შეხვედრაზე, ჩვენ ალბათ რაღაცა საქმეების ნაწილი თავმჯდომარეობის წესით წამოვა თბილისის პროკურატურაში. ახალი ხელმძღვანელი უწყებაში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს, თუმცა მანამდე იმ საქმეების გადაბარება მოუწევს, რომელსაც მისი წინამორბედი უძღვებოდა.